ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვლოცულობ რომ ეს დღე არ იყოს ერთი რელიგიური რიტუალი. ჩვენი ცხოვრება სავსეა რელიგიური რიტუალით. უბრალოდ ძალიან მინდა თუ რამეს ვაკეთებთ, მოდი შეგნებულად ვაკეთოთ. ღმერთს ჩვენ ამ რაღაც რიტუალების შესრულებისკენ არ მოუყვანივართ დედამიწაზე. დღეს დიდი ხუთშაბათია. საიდუმლო სერობის დღე. როცა უფალმა იესო ქრისტე მაშინ როცა შევიდა იერუსალიმში, ჩვენ კვირას თქვით, რომ კვირა დღე იყო იერუსალიმში ზეიმით შესვლის დღე. ასევე კვირა დღეს მოხდა ტაძრის განწმენდა, უფალმა გამოყარა ტაძრიდან ვაჭრები, ფულის გადამცვლელები, გამოყარა იქიდან და თქვა, რომ მამა ჩემის სახლი სამლოცველო სახლია, თქვენ ავაზაკთა გამოქვაბულად გაქვთ იგინა ქცევი. მე ყველას მოგიწოდებთ, მოდი ეს სიტყვები დავიმახსოვროთ და ვთქვათ, იცი, ნუ მოხვალთ ეკლესიაში უბრალოდ, როცა შემოირბენ კიდეც რაღაც საქმეზე, რაღაცა გაგდასადები, ილოცე და გადიისი აქედან. იმიტომ რომ უფალმა თქვა, მამა ჩემის სახლი სამლოცველო სახლია. და თუ მიგაჩნიათ და თუ იცით, რომ ეს სამლოცველო სახლია, მაშინ ნუ გახვალ აქედან უბრალოდ. სულ ყოველთვის ეცადე, უფლის სახელს მოუხმოთ აქ, უფალი განადიდოთ აქ, თაყვანი ვცეთ უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან მინდა ეს დღეც იყოს ერთ-ერთი კურთხეული დღე და ღმერთისგან მონახულების დღე. შემდეგ იცით, რომ უფალმა იესო ქრისტემ დატოვა იერუსალიმი, ბეთანიაში გაათია ღამე და მაშინ მოხდა უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლა. იცით თქვენ, რომ არ იყო ლეღობის დრო, გადაწია მისი ფოთლები, ვერ იპოვა მასე ნაყოფი და თქვა, რომ ამიერიდან არავის ეჭამოსო შენი ნაყოფი და როცა უკან გამოვიდნენ, გაიარეს ისა მოწაფეებმა, ხე გამხმარე იყო. აქაც ძალიან დიდი სიმბოლირება არის და მინდა იცოდეთ, რომ ხშირად საკუთარ უნაყოფობას ჩვენ რაღაცით ვმოსავთ. ეს შეიძლება იყოს ჩვენი თანამდებობა, ეს შეიძლება იყოს ჩვენი პოზიცია, ეს შეიძლება იყოს ჩვენი ავტორიტეტი, ეს შეიძლება იყოს გვარიშვილობა, სახელი, თუ სხვა რაღაცა, იცით მე, ყველა ამას ამბობს. იმ ხესაც ფოთლები ქონდა, ძალიან ლამაზი ფოთლები, გაფურჩქნული იყო ფოთლებით, მაგრამ როცა მისი ფოთლები გადაწიეს, იქ სიცარიელე იყო, ნაყოფი არ იყო, არავითარი ნაყოფი არ იყო. ხე ნაყოფით იცნობა, ასე ამბობს წმინდა წერილი. ხე არ იცნობა შრიალით. ჩვენ არ ხმაურით არ ვიქნებით, არც იმით მე ქრისტიანი ვარ და მე იცი, ჩვენ მილიონნაირი სახელი შეგვიძლია დავირქვათ, მე სუპერ ეს ვარ, მე ის ვარ, მე ეს ვარ. ხე ნაყოფით იცნობა. ვერანაირი ეკლესიის კუთვნილება შენ ვერაფერს გიშველის, თუ შენ პირადი ნაყოფები არ გექნება. და პირადი ნაყოფებით არ იქნები ღმერთთან. ეკლესია სადაც ვართ, კი გვინდა ძალიან რომ კურთხეული და ჭეშმარიტი ეკლესია იყოს, მაგრამ ეს არ არის კიდობანი, სადაც შეფარები და ყველაფერი რიგზე იქნება. ხე ნაყოფით იცნობა და ჩემი ნაყოფით შენ ვერ იქნები კურთხეული. ყველა საკუთარი თავისთვის ანგარიშ ჩააბარებს ღმერთს. ამიტომ იმ ხის გახმობა ძალიან ბევრის მეტყველია. ღმერთმა იმიტომ მოგვავლინა ამ წუთის სოფელში და ქრისტე ამბობს, ეს არის იოანეს სახარების მე-15 თავის მე-16 მუხლი. მე აგირჩიეთ და მიგავლინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩესო. დიდება უფალს. ხე ნაყოფით იცნობა. და ეს ძალიან სიმბოლურია დღეს. იმიტომ რომ ამ დღეს უკავშირდება ეს ყველაფერი. მინდა რომ ვიცოდეთ. ამ დედამიწაზე ვარ ერთი რამისთვის, რომ მე ნაყოფი უნდა მოვიტანო და ნაყოფი უნდა დარჩეს. იმ ნაყოფზე უნდა ლაპარაკობდნენ. ერთმა მქადაგებელმა თქვა, დინოზავრებმა კვალი დატოვეს დედამიწაზე. მე რო წავალ რას დავტოვებ? რო 40-მდე იტყვიან ხოლმე ხანდახან ხსოვნა იყოსო და მე ისიც კი დაავიწყდება საერთოდ უარსებობდი. მაგრამ ჩვენ ამ დედამიწას კვალი უნდა დავაჩნიოთ. ჩვენ ამ დედამიწაზე იმიტომ მოგვავლინა ღმერთმა, რომ ნაყოფი უნდა გამოვიღოთ და ის ნაყოფი ილაპარაკებს და ხშირად ვამბობთ ხოლმე, მაშინ როცა მივდივართ ან სამძიმარზე, ან რაღაც იქ როცა გვიწევს სიტყვის თქმა, ვიყენებთ ხოლმე გამოცხადების მე-13 თავის მე-14 მუხლს. იქ ასეთი რაღაც არის დაწერილი, გავიგონე ხმა ზეციდან
ნეტარნი არიან ამიერიდან ქრისტეში გარდაცვლილიო ასე წერია. დიახ ამბობს სული, რადგან მოისვენეს თავიანთი საქმეთაგან და მათი საქმეები თან მიხვებიან მათო. დიდება უფალს. მაგრამ ერთი რამე ვიცოდეთ კარგად და ამაზე დავფიქრდეთ. საქმეები მარტო კარგ საქმეებზე არ არის იქ ლაპარაკი, ყველანაირ საქმეზეა ლაპარაკი. და ზუსტად საქმე და ჩვენი ნაყოფი და ნაკეთები ილაპარაკებს ჩვენს ქრისტიანობაზე და ჩვენს სწორად დგომაზე, ან პირიქით ჩვენს არასწორ დგომაზე. გასაგებია? როცა ადამიანს მიენდო რაღაცეები და არაფერი არ გამოიყენა, საერთოდ რო არ მოემზადა, საერთოდ არ იფიქრა, ინერციით იცხოვრა. მე უნდა ვფიქრობდე, მე უნდა ვლოცულობდე, მე უნდა ვშრომობდე იმისთვის, რომ ღმერთმა გამომიყენოს ნაყოფიერებისთვის. ღმერთმა გამომიყენოს იმისთვის, რომ რაღაცეები კი არ შემცირდეს და გაქრეს, პირიქით რაღაცეები გამრავლდეს და ბევრ კურთხეულ რაღაცეებს დაედოს და ჩაეყაროს საფუძველი. ებრაელთა წერილი ასე ლაპარაკობს, ჩემო ძვირფასებო. პირველივე თავის პირველივე მუხლი. ღმერთი ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს. ვის ელაპარაკებოდა ღმერთი? მამებს. და ეს სიტყვა ძალიან ღრმა სიტყვაა. მამობა სქესი არ არის. მამები შეიძლება ქალბატონებიც იყოთ. რაღაც დიდი საქმის მამა გახდე. რაღაც დიდი საქმის წამომწყები გახდე, რაღაც სერიოზული საქმის მშობელი გახდე. მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს ახლა, მაგრამ ძალიან აღმძრავს ღმერთის სული და მინდა რომ ეს გითხრათ. პასტორი აც გარდაცვლილი, ცნობილი სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის პასტორი კორეიდან, პასტორი დევიდ იონგიჩო, ის ამბობს, ერთხელ რაღაც კრიზისი შეგვექმნა ეკლესიაში, რაღაც საქმეები ვერ მიდიოდა ისე და ვეძებდით, ვიკვლევდით რაღაცებს, რატო არის ასე და ერთ საღამოს როცა ვლოცულობდიო, ღმერთის სული შემეხო და უფალმა მითხრა, შენი სიდედრი ხო გარდაიცვალაო, იმას ეჭირა გახსნილი ზეცა. ის იყო ნაპრალში მდგომი, ის იყო მლოცველი, იდგა და დღე და ღამე შუამდგომლობდა და ლოცულობდა და ღმერთი პასუხობდა. იცი ჩვენ შეგვიძლია გახსნილი ზეცა დავიჭიროთ. შეგვიძლია ეს. ზოგს ფიზიკურად შეგიძლია ბევრი საქმე ვაკეთოთ. ზოგს ინტელექტუალური რაღაცეების კეთება შეგიძლია, ზოგს მხატვრულის, ხელოვნება თუ სხვა რამე. ნუ გაჩერდებით და ნუ ვიქნებით უნაყოფოები. ღმერთმა აგვირჩია იმისთვის, რომ წავიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ და ნაყოფები დარჩეს. დიდება უფალს. ასევე ძალიან მინდა შემდეგ საღამოს იყოს საიდუმლოსერობა. რატო იყო ეს საიდუმლო, რატო ეძახიან ამას საიდუმლოს, არ ვიცი, არაფერი გასაიდუმლოებული იქ არ იყო, მაგრამ მან მარტო 12 წაიყვანა, არ წაუყვანია ბევრი, არ წაუყვანია 5000, არ გაუკეთებია ეს საჯაროდ, რომ ვისაც ესმოდა თუ არ ესმოდა, თუ როგორ თუ რა, ამიტომ აქაც ჩვენ არ ვიკრიბებით, ეხლა ქუჩაში არ ვატარებთ ამ მსახურებას. აქ ვიკრიბებით მისი ოჯახი. ჩვენ უფალ იესო ქრისტეს ოჯახი ვართ, ამენ. აქ მისი ოჯახი ვართ. აქ შემთხვევით მოსული ადამიანები არ უნდა იყვნენ. იმიტომ რომ ვაფრთხილებთ ხოლმე და კიდეც ვიტყვით ამას ბოლოს, როცა ზიარების დრო დადგება. იმან წაიყვანა 12, რატო წაიყვანა 12? მათთან ერთად ცხოვრობდა. ისინი ყავდა არჩეული. ესენი იყვნენ მისი მოწაფეები. და წაიყვანა ესენი და უთხრა მე თქვენთან მინდა ვჭამო პასექი. და წაიყვანა ესეთი და ჩაატარა მსახურება, რომელიც მანამდე არ იყო ცნობილი. რასაკეთებდა ამით ვერ გაიგო და დღეს ამაზე მინდა გელაპარაკოთ. პირველი რაზედაც მე დღეს ყურადღება მინდა დაუთმო, იცით, არიან უამრავი ადამიანები და ამას გაგიზიარებ ცოტას, რომლებიც ბუკვალურად უყურებენ ამას ყველაფერს. ჩვენ შორისაც ჩვენ საახლობლოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ ზიარებას არ მივიღებ ფეხბანვის გარეშე. უამრავი ასეთი ადამიანი. ეკლესიაში სადაც მე და ჩემი მეუღლე დავდიოდით და მსახურობდით მანამდე სანამდე გორში გადმოვიდოდით საცხოვრებლად და ამ ეკლესიას შემოუერთდებოდეთ, იქ იყვნენ ძველი მორწმუნეები, ჯერ კიდე 30-იან წლებში რომ ირწმუნეს და არა ხშირად არა ერთხელ და ორჯერ მithქვამს ეს ეკლესიაში. ისინი იყვნენ ძალიან მკაცრები, დემონსტრაციულად ტოვებდნენ ხოლმე მსახურებას, თუ ფეხბანვა არ იქნებოდა ზიარების დროს. არავითარ შემთხვევაში არ იღებდნენ მსახურებას. და რატომ? იმიტომ რომ თუ წმინდა წერილს წაიკითხავ და მე ახლა მინდა გადაშალოთ ჩემთან ერთად იოანეს სახარების მე-13 თავი პირველივე მუხლიდან. პასექის დღესასწაულამდე იცოდა რა იესომ რომ ამ
ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი მოვიდა, როგორც შეიყვარა თავისები ქვეყნიერებაზე, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. სერობის დროს, ეს არის ის საიდუმლო სერობა ზუსტად, სადაც უფალმა 12 შეკრიბა. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას სიმონისას ისკარიოტელს, რომ გაეცა იგი, იესო მიცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და ღმერთიდან მოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გადადო ზემო სამოსელი, აიღო პირსახოცი, წელზე შემოირტყა, შემდეგ ჩაასხა წყალი საბანებელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და შემშრალება პირსახოცით, რომელიც წელზე ჰქონდა შემორტყმული. მივიდა სიმონ პეტრესთან, მან კი უთხრა უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები? იესომ უთხრა პასუხად, რასაც ვაკეთებ ახლა არ იცი, შემდეგ გაიგებ. პეტრემ უთხრა, არასოდეს არ დამბან ფეხებს. იესომ უპასუხა, თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. სიმონ პეტრემ უთხრა, უფალო, ჩემი მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიცო. იესომ უთხრა, განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლად წმინდა და თქვენ წმინდა ხართ, მხოლოდ ყველა არა. რადგან იცოდა, ვინ გასცემდა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართ წმინდა. დიდება უფალს. მეგობრებო, ეს არის მომენტი მოთხრობილი, რომელსაც მახარებელი იოანე, წმინდა მოციქული იოანე ძალიან კარგად გადმოგცემთ სხვა სახარებებთან შედარებით, მითო წავიკითხეთ ჩვენ ეს. ეს არის მომენტი, როცა იესო ქრისტე დგება სერობის შემდეგ, აიღებს გადადებს ზედასამოს, შემოირტყავს წელზე პირსახოცს. რას გველაპარაკება წერილის ეს ადგილი? მე არ მინდა ეს ბუკვალურად გავიგოთ. უამრავ ადამიანს ეს ბუკვალურად აქვს გაგებული. და იცით, ფეხბანოა, ეს არის რაღაცა თავდაბლობის გამოხატულება და ასე შემდეგ და მე შემიძლია ფეხები დაგბანო და გწყევლოთან. რა გამოვიდა ამით? მაგრამ აქ დაუკვირდით რაზეა ლაპარაკი. წამოდგა უფალი, გადადო ზედასამოსელი. რატო არის ნახსენები ზედასამოსელი და რატო გადადო ზედასამოსელი მაინდა-მაინც? ხო შეიძლებოდა ზედასამოსელთან ერთად დაებანა ფეხები? არ შეიძლებოდა? მაგრამ ეს შემთხვევით არ არის დაწერილი. წმინდა წერილში არაფერია დაწერილი შემთხვევით. მეგობრებო, ზედასამოსელი გამოხატავს სტატუსს. ზედასამოსელი ლაპარაკობს სტატუსზე. ჯარისკაცებს და სამხედროებს ზედასამოსელზე ამაგრებენ სამხრეებს. წოდებას. სამხრეებს ამაგრებენ. იცით, ზედა სამხრეებს წინდებზე არ ამაგრებენ. ზედა სამოსელზე არის სამხრეები დამაგრებული და ეს განსაზღვრავს მის მდგომარეობას, ეს განსაზღვრავს მის სტატუსს. გასაგებია, იესომ გადადო ზედა სამოსელი. მან თქვა, რომ ამ შემთხვევაში მე არ ვარ აქ როგორც უფალი, მე არ ვარ აქ როგორც ბატონი. მან გადადო ზედა სამოსელი, აიღო საბანებელი, შემოირტყა წელზე პირსახოცი და დაიწყო მოწაფეების ფეხების ბანვა. და მოწაფეები შოკირებულები იყვნენ. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო ვკითხულობთ ეს ჩვეულებრივი ამბავი, რა მოხდა მე დიდი ამბავი რა არის აქ ისეთი. მაგრამ მოწაფეებისთვის ეს იყო შოკი, იცით რატომ? ის რაც ქრისტემ გააკეთა, ეს მიუთითებდა ძალიან მდაბალ მდგომარეობაზე. იმიტომ რომ პირველი საუკუნე ეს იყო დრო, როცა წარჩინებულ ადამიანებს და ძალიან ბევრ ადამიანს მონები ყავდათ სახლში. და მონები სხვადასხვა კატეგორიად იყოფოდა. ზოგიერთი მონა ცხოვრობდა ბევრ თავისუფალ ადამიანზე უკეთესად და წარმატებულად. მაგალითად, თუ ადამიანები დედოფლის მხევალი იყო ან მეფის ფარეში, ასე ეძახდნენ ამას. ისინი იცი როგორ ცხოვრობდნენ. ბევრი თავისუფალი ადამიანიც კი ვერ ინატრებდა იმ პრივილეგიებს, რაც იმათ ჰქონდათ. საუკეთესოდ იკვებებოდნენ, საუკეთესო ჰიგიენა ჰქონდათ, საუკეთესო გარემოში ცხოვრობდნენ, მაგრამ უბრალოდ ისინი დედოფლის მსახურები იყვნენ და მეფის მსახურები. შემდეგ იყვნენ მონები, რომლებიც სახლში მოსამსახურეებად მსახურობდნენ, მათაც საკმაოდ წარმატებული და პრივილეგირებული მდგომარეობა ეჭირათ. შემდეგ იყვნენ მონები, რომლებიც მინდორში მსახურებდნენ. ეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა იყო და მძიმე იყო მათი შრომა. მაგრამ იყვნენ მონები, ამათ უსარგებლო მონას ეძახდნენ. იცი, რომლებიც მოხუცდებოდნენ, უკვე რო არაფერი აღარ შეეძლოთ. და უსარგებლო მონას რატო ეძახდნენ? იცი, შენ არაფერი სარგებელი არ მოგაგ. შენ მარტო ხარჯი მოგაქვს, ჭამ.
შენგან არაფერი სარგებელი არ არის. და ასეთ მონას აძლევდნენ საბანებელს, სვავდნენ კარებში და ეუბნებოდნენ, როცა სტუმარი შემოვა, ფეხები დაბანე. იმიტომ რომ ისრაელი მტვრიანი ქუჩაში როცა დადიოდნენ, მტვერი იყო და ყველა სანდლებით დადიოდა ისიც და მას ფეხები უნდა დაებანა მისთვის. და ეს იყო მონის ყველაზე მდაბალი მდგომარეობა. ამ მონას ეძახდნენ უსარგებლო მონას. გახსოვთ ქრისტემ თქვა, როცა რამეს აკეთებთო, თქვი უსარგებლო მონა ვარ. იმას ვაკეთებ, რაც უნდა ვაკეთებდე. ანუ, აი, მე ეს გავაკეთე. შენ არაფერი არ გაიკეთები, ეს ღვთისმადლი იყო, რაც გააკეთე. ამიტომ შენ ჭურჭელი იყავი და მეტი არაფერი. გასაგებია? და ქრისტემ როცა აიღო საბანებელი და მოწაფეების ფეხის ბანვა დაიწყო, მოწაფეების ეს იყო შოკი, როგორ? მესია. და უსარგებლო მონა? მესია. და ამ დაბალ მდგომარეობ, მიტო შეეწინააღმდეგა პეტრე, იმიტომ უთხრა, არასოდეს არ დამბან ფეხებსო. შენ არ მოგცე მაგის უფლებას. ქრისტეუნეო, თუ არ დაგბან, წილი არ გექნება. რა? ფეხები კი არა თავის დამბანე. მაგრამ ქრისტეუნეო სიტყვას განბანილს განბანვა აღარ ჭირდება, გარდა ფეხებისა. ეს რას ნიშნავს? იცი, ებრაელები შეიძლება განბანილი გადიოდნენ გარეთ და ფეხები უჭუჭყიანდებოდათ და მიტო ბანდნენ. ჩვენ ქრისტეში განწმენდილები ვართ. ქრისტემ თქვა, თქვენ უკვე წმინდანი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით, დიდება უფალს. ჩვენ ქრისტეში ნაპატიები გვაქვს, მონანიებულები ვართ. ჩვენ ახალი ქმნილება ვართ უფალი იესო ქრისტეში, მეორე კორინთელების 5:17. ის ვინც ქრისტეში ახალი ქმნილება, ძველმა გამლო, ყოველივე ახალია, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ვერთობით ამით. მაგრამ აქ წერია, განბანილს აღარ ჭირდება განბანო გარდა ფეხებისაო, რატო ფეხებით ეხებოდა ჭუჭყს და ფეხები უჭუჭყიანდებოდათ. ჩვენ როცა ქვეყნიერებაზე გავდივართ, ვეხებით ჭუჭყს, ვეხებით ქვეყნიერებას. და არის მომენტები, როცა რომ მობრუნდები, აუცილებლად გჭირდება კვლავ განბანვა. კვლავ მობრუნება ღმერთისკენ. წმინდა წერილი ამბობს, ნეტარი და წმინდა არის ისო, ვინც რეცხავს თავიანთ სამოსელსო, ასე წერია. დიდება უფალს. მუდამ უნდა გვახსოვდეს. ნუ გაატარებ ისე რაღაც მე რა მოხდა დიდი ამბავი ახლა და უამრავი ადამიანი დღეს ასე ცხოვრობს. ყურადღებას არ აქცევენ რაღაცეებს. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. რო აიღო ერთი ჭიქა წყალი, ჩაყაროში ერთი კოვზი ცემენტი, გახსნა, გაიტანო და დაასხა ეზოში. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე რო ეს გააკეთო, ერთი თვის მერე ეზოში დიდ ლოდს ნახავ. დიდ ლოდს, რომლის გადაგორებასაც ვერ შეძლებ იქიდან. იცი, წვრილმანები ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. ერთ კაცს ერთი დიდი ლოდი მისცეს, წადი გადააგდეო, წავიდა გადააგდო. მეორეს მისცეს ერთი პეშვი ბრინჯი, წადი გადაყარეო, გადაყარა. ეხლა რაც გადააგდე დააბრუნეთ უკანო. ის კაცი წავიდა, იპოვა ის დიდი ლოდი და მოიტანა, მაგრამ ამას იმ ბრინჯის პოვნა ძალიან გაუჭირდა. ხედავთ? წვრილმანები ხშირად არ არის წვრილმანები. ამიტომ ქრისტემ შემთხვევით არ უთხრა პეტრეს, განბანილს განბანვა აღარ ჭირდება გარდა ფეხებისა. ანუ შენ წმინდა ხარ, მაგრამ არის მომენტები, სადაც ყოველდღე უნდა მობრუნდე, საიდანაც ყოველდღე უნდა მოინანიო, ყოველდღე დაუკვირდე რაღაცას. და მე ადგა და დაიწყო მათი ფეხების ბანვა და გავაგრძელებ, მე ეუბნება. ფეხები რო დაბანა მათ, ეს არის მე-12 მუხლიდან. თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა და უთხრა მათ, იცით რა გავაკეთე? იცით ახლა მე რა გავაკეთე? უბრალოდ მონის როლი კი არ ვითამაშე. და მე ეუბნება. თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, სწორად ამბობთ, რადგან ვარ მე. ვარ კიდეც ეს. ამიტომ თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე გაგიკეთეთ, თქვენც გააკეთოთ ესო. აქ იცი რაზე ელაპარაკი. უფალი მოემსახურა სხვას. თქვენ დღეიდან შეგიძლიათ ეს მსახურება შეასრულოთ. უფალი იესო ქრისტეს სახელით დამდაბლდი და მოემსახურე შენს დას. უფალი იესო ქრისტეს სახელით დამდაბლდი და მოემსახურე შენს ძმას. ქრისტეს სიყვარულის გულისთვის უთხარი, მე ამას გავაკეთებ შენთვის. ქრისტეს სიყვარულის გულისთვის. იმიტომ რომ მე ქრისტემ შემიყვარა და მე შენ მიყვარხარ. და ეს იქნება ნიშანი. შეიძლება ამას როცა აკეთებ, ყველა შენი უჯრედი შეგეწინააღმდეგოს. მაგან ხო ესე გაგიკეთა, მაგან ესე გიწოდა. დაიმდაბლე თავი და მოემსახურე შენს დას.
დაუფარე მას რაღაცეები. მოემსახურე შენს ძმას. ნუ კი აუკრიფავ და ნუ კი გაურცელებ და ნუ კი გააზვიადებ. პირიქით ეცადე. და თქვი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი გული არ მეთანხმება. იცოდა ქრისტემ, რომ იუდა იყო მათ შორის. მაგრამ ფეხები მაინც დაბანა. წარმოგიდგენიათ? იცოდა ქრისტემ, რომ იუდა იყო მათ შორის. და ფეხები მაინც დაბანა. ჩვენ დღეს მსახურებაზე ვართ, მეგობრებო, და ზოგიერთისთვის ეს უბრალო რიტუალი შეიძლება იყოს, ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და მეც. უამრავი ადამიანი აკეთებს მსგავს რაღაცებს, დღეს ძალიან ბევრი ამას თუ გავაკეთებ, ესე იქნება. მეგობრებო, ზიარება ეს არ არის რაღაც მაგიური რაღაც, რომ ამას რო შეჭამ, ბევრსაც ჯერა ეს სულის განსაწმენდელია. პური რო სულს წმენდეს, მაშინ მონანიება აღარ იქნებოდა საჭირო. და მობრუნება, არც გონების განახლება. მაგრამ ეს ტყუილია. ეს არ არის სულის განსაწმენდელი, მაგრამ ამაზე ვიტყვით ეს რაც არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მსახურებაა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი რწმენის აქტი, რომელშიდაც მონაწილეობთ და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მონაწილეობდეთ ამაში. ამიტომ პირველი რაზედაც დღეს ვლაპარაკობ, ეს დიდი ხუთშაბათის ნაწილია, ფეხბანოა. მე არ ვლაპარაკობთ ამას ბუკვალურად. მოდი დღეს აიღე ეს და თქვი, ღმერთო, შენი სახელის გულისთვის. ღმერთო, იმისთვის რომ შენ შემიყვარე, იმისთვის რომ შენ მომემსახურებ, ის მოგვემსახურა, ქრისტეს ბუკვალურად ჩემთვის ფეხები არ დაუბანია. მაგრამ ის ყოველდღე მემსახურება. ის ყოველდღე იმდაბლებს თავს და ყოველდღე გვემსახურება. თავისი სიკეთით, თავისი წყალობით, თავისი მადლით. ჩვენ ვლოცულობ და ვამბობთ ხოლმე, ღმერთო, მადლობა რომ მიმტევებელი ხარ, მადლობა რომ ჩემი შეცდომების და მიხედვით არ მომიზღავ, თორე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი ახლა. ეხლა გაიხედე და მოდი სარკეში ჩაიხედე და შეხედე შენ თავს, შენ როგორ უდგები შენს და შენ ძმას. ეგ ხო ესეთია. ესეთი რო არის, სწორედ იმიტომ უნდა დაბანო ფეხები. ესეთი რო არის, სწორედ იმიტომ უნდა მოემსახურო. მოდი დავიმდაბლოთ ღვთის წინაშე თავი. და პავლე მოციქული ამბობს, საჭმელ სასმელისთვის ნუ დაღუპავ შენს ძმასო, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. პავლე მოციქული საჭმელ სასმელზე ამბობს, მოდი რაღაცისთვის, რაღაცა ამპარტავნებისთვის, რაღაცა სულელური რაღაცეებისთვის, ნუ დაღუპავ შენ დას და შენ ძმას. იცით, ჩვენ ცხოვრებაში ვერთობით. ჩვენ გვავიწყდება ძალიან ბევრი რაღაცა. თუ გახსოვთ ერთხელ მოწაფეები იყვნენ ერთ სოფელში, სადაც ქრისტე არ მიიღეს. მობრუნდნენ და ქრისტეს ეუბნებიან. ჩამოვიდეს ახლა თქვიო, ჩამოვიდეს ცეცხლის ციდან და განადგურდეს აქ ყველაფერი, ეს გველები. რას ეუნება უფალი? ხო არ გავიწყდებათ ვისი სულისგან. მე მოვედი არა მოსასპობა და გასანადგურებლად. მე მოვედი გადასარჩენად. და ჩვენ ხშირად სამართლიანობის სახელით ბევრ ნგრევას ვიწევთ. სამართლიანობის სახელით. მაგრამ მადლობა ღმერთ ჩვენი უფროსი პასტორისთვის, არაერთხელ ყოფილა ეს თემა ეკლესიაში. მართალი, რომელიც ჩაჯდა ტანკში და ირგვლივ ყველაფრის ნგრევას იწყებს, ეს სიმართლე აღარ არის. ეს სიმართლე აღარ არის. მართალი აშენებს. მართალი კი არ კლავს, მართალი აცოცხლებს. დიდება უფალს. ქრისტეს სიტყვები გავიხსენოთ გოლგოთის მთაზე. სხვათა შორის ძალიან ახლოს ვართ სიმბოლურად ამ დღეებთან. ხვალინდელი დღე ძალიან მძიმე არის, იმიტომ რომ პარასკევ დღეს მოხდა უფლის ჯვარცმა და სიკვდილი ჯვარზე და დამარხვა. ბოლო სიტყვები მისი ჯვარზე რა იყო? მამაო, აპატიე, რამე თუ არ იციან რას ჩადიან. მასარ რას მიკეთებენ? რით დავიმსახურე ეს? რით დავიმსახურე ასეთი მოქცევა? ხო შეეძლო თქვა რას მიკეთებენ? მამაო, ქვაქვაზე არ დარჩეს აქ. მაგრამ ისაოს მამაო, აპატიე რამე თუ არ იციან რას ჩადიან. ჩემო მეგობარო და ჩემ თავს ვეუნევი ამას პირველ რიგში. თუ რაიმეზე გული გტყივა, ფიქრობ რომ ვიღაცა არასწორად მოგექცა, კარგად დაფიქრდი. იმან რომ ის იცოდეს რა გაგიკეთა, უკუნისამდე არ გაკეთებდა ამას. მაგრამ პრობლემა ის არის რომ არ იცის. არა, ცუდად მოგექცა, არავინ არ ამბობს რომ კარგად მოგექცა. ცუდად მოგექცა.
მაგრამ ჩვენი ლოცვა ასეთი უნდა იყოს. მამო, აპატია რამეთო, არიციან. უფალმა თქვა, ჩემი მოწაფეები რო ხართ, იმით გაიგებენ თუ ერთმანეთი გეყვარებათ. მოდი ეს სიტყვები კარგად გავისიგრძეგანოთ, კარგად დავფიქრდეთ ამაზე. მოემსახურეთ ერთმანეთს ქრისტეს სახელით. დამდაბლდით ერთმანეთთან ქრისტეს სახელით. აპატიეთ ერთმანეთს ქრისტეს სახელით. მიუტევეთ ერთმანეთს ქრისტეს სახელით. დაუფარეთ ერთმანეთს ქრისტეს სახელით. და ეს იქნება მსახურება მართლა, სრულყოფილი მსახურება, უფრო გააზრებული მსახურება ფეხბანვის, დიდება უფალს. ეს ერთი მსახურება. მეორე, რაზედაც ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო და მინდა ამით შევცვალოთ ძალიან ბევრი მიდგომა ჩვენი. დღეს შეიძლება თქვენ ამისთვის მზად არ აღმოჩნდეთ, მაგრამ არა უშავს. როგორც გამოგივათ დღეს, ისე გავაკეთოთ. ერთი რამდენიმე ადგილი მინდა წაგიკითხოთ. ეს არის მეორე რჯულის 16:16. შეგიძლიათ მოინიშნოთ. წელიწადში 3 ჯერ გამოცხადდეს ყოველი თქვენი მამაკაცი უფლის თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს იგი უფუარობის შვიდეულსა და კარვობის დღესასწაულზე. ეს იყო პასექის დღესასწაული. როცა უფუარს ჭამდნენ და კარვებში ცხოვრობდნენ. ხელცარიელი არავინ მოვიდეს უფლის წინაშე. დაუკვირდით? ის ამბობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს იყო აღმნიშვნელი, როგორ გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტის მონობიდან ისრაელი. და ღმერთი ასწავლიდა, რომ ამ დღის სამახსოვროდ გამოცხადესო ყოველი მამაკაცი უფლის წინაშე, ოღონ ხელცარიელი არავინ მეჩვენოს. მოდი კითხვა მინდა დავსვათ. ღმერთს რამე შეჭირდება ჩვენ, აი რა ღმერთი ის არის რომ აი ძღვენი თუ არ მომიტანეთ, არა. ღმერთს ყველაფერი ღმერთს არის და რა შეჭირდება ჩვენგან მეტანილი. მაგრამ იცი როცა მოსე ლოცულობს მიათედზე შეიძლება ცოტა სხვა თემაა, მაგრამ მაინც მინდა ყურადღება გაამახვილოთ იგივე მეორე რჯულის 26-ე თავის მე-12 მუხლი, როცა მოსე ასწავლის აარონს, რომ ასე ასწავლეო მათ და უთხარი, რომ როცა მიათედის დადების დრო მოდის, თქვი უფალი შენი ღმერთის წინაშე გავიტანე სახლიდან წმინდა წილი. ანუ ის მარტო იმას კი არ ასწავლის, რომ ეს თქვიო. ის ამბობს, რომ აი ეს განცდა უნდა გქონდეს. ასეთი გრძნობით უნდა იყოს. აი ასე უნდა იყოს აღძრული, რომ ეს რაღაცა წმინდა არის, წმინდა წილია და გავიტანე ჩემი სახლიდან და მივეცი იმას, ვისაც მითხარი. მე კი არ გადავწყვიტე. მე კი არ მოვიფიქრე. მე კი არ ჩავთვალე, მე კი არ მოვიგონე. შენი ნათქვამის და მიხედვითო, შენი ნაბრძანების თანახმად გავაკეთე ეს. მოვიქეცი ისე როგორც მითხარი და გავიგონე შენი ხმა, არ გადამიხვევია შენი გზიდან. გაჭირვების დროს არ შევხებივარ და გაუწმინდურებულისგან არ გამომირჩევიაო და მკვდრის საჭიროებისთვისაც კი არ მიმიციაო. გავიგონე და მოვედი და რაღაც ასე ვდგევარ, ანუ ამით ღმერთს რას ეუნე ვიცი, მე აღთქმის ჩემს მხარეს ვასრულებ, ღმერთო, ერთგული ვარ შენი. ეხლა კი შენი ჯერია და ღმერთი არასდროს არავის ვალში არ დარჩენია, მეგობრებო. ღმერთი არავის არასდროს ვალში არ დარჩენინა. მეორე მუხლი, ეს არის გამოსვლის 34:20. ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო, არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე. ხელცარიელი. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი. და მესამე მუხლი, გამოსვლის 23:15. დაიცავი უფიარობის დღესასწაული, 7 დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე აბიბის თვეში და დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან, ხელცარიელი არავინ მეჩვენოსო. დიდება უფალს. დღეს ჩვენ ზიარება გვაქვს. სხვათა შორის ზიარება პასექის დღესასწაულს ემთხვეოდა. ზუსტად იგივე რაღაცეებია. მე არ მოგიწოდებთ ახლა რაღაც უფუარობის დღესასწაულები ჩავატაროთ ჩვენ ბუკვალურად, მაგრამ ზიარების დროს ჩვენ ვიყენებთ უფუარ პურს და უფუარ ღვინოს. ამასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უამრავ ეკლესიაში ვყოფილ ვარ, სადაც ჩვეულებრივი პურით და ჩვეულებრივი ღვინით ტარდება ისა ზიარება. ჩვენ არ უყურებთ რაღაც ნივთებს და მასე არ გადაგვაქვს ყურადღება. წინა კვირას მე დავიწყე ერთი თემა გადარჩენილთა გადარჩენა და ძალიან მინდა ამას გულისყურით ჩავწვდეთ და ძალიან ბევრი ვიფიქროთ ამაზე და პირდაპირ მინდა ზიარებას დაუკავშირო ეს ყველაფერი.
იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის მართლა სწორად დაკავშირებას, სწორად მიღებას ამისას ყველაფერს. რომ ზიარება არ იყოს ცარიელი რიტუალი ჩვენთვის. ზიარება კიდე ერთხელ ვამბობ რწმენის აქტია. და მე ვილაპარაკე თუ გახსოვთ წინა მსახურ კვირას მე ვილაპარაკე მადლით ახართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. ეფესელების მეორე თავის მერვე მეათე მუხლები და თუ გახსოვთ იქ მე ვილაპარაკე ყუმბარაზე. ყუმბარა შეიძლება ესროლო ადამიანს თავში მოხდება, კოპი დააჯდება, მაგრამ არაფერი არ მოხდება, თუ რგოლი არ გამოაცალე. და რგოლს როცა გამოაცლი ყუმბარას რა ხდება, იცი? დეტონატორი აქტიურდება. დეტონატორი აქტიურდება და ის იწვევს დეტონაციას და ფეთქდება შიგნით მყოფი ასაფეთქებელი მასალა და მაშინ გამონთავისუფლდება უამრავი უზარმაზარი ენერგია. გასაგებია? ამიტომ გადარჩენის საქმეში ღმერთის მადლი, ღმერთის სიკეთე, მადლით ახართ გადარჩენილი. ეს ყველასთვის არის, მაგრამ ყველაზე არ იმოქმედებს. არის რაღაცა გასაკეთებელი. არის რაღაც რგოლი, რომელიც უნდა გამოაცალო, რომ დეტონატორი გააქტიურდეს და დეტონატორი რწმენა არის ზუსტად. მე უნდა ვირწმუნო, მე უნდა მივიღო ეს რწმენით. იოანეს სახარების პირველი თავის მე-12-მე-13 მუხლები წერია, ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მადლი, სიკეთე, ყველასთვის არის ღმერთისგან, ყველასთვის არის. მაგრამ ყველაზე არ გავრცელდება. იცით რატო? ვიღაცეები არ მიიღებენ, რო არ მიიღებენ, ვიღაცეები არ ირწმუნებენ, არ დაიჯერებენ. და ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, ანუ რწმენა გახდა კატალიზატორი იმისთვის, რომ მადლი მოქმედებაში მოსულიყო. სიკეთეს მოქმედება დაეწყო. ამიტომ არის აუცილებელი. მადლი რწმენით მოქმედებს. გასაგებია? მადლი, იცი, მადლს ააქტიურებს რწმენა, როცა მე ვირწმუნე. დავიჯერე, რომ ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად. როცა მე ვირწმუნე და დავიჯერე. მეორე კორინთელების მე-5 თავის მე-15 მუხლი ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი არა იმისთვის იცოცხლონ, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. როცა მე ვირწმუნე და დავიჯერე, რომაელების მე-8 თავის მე-3 მუხლი რა კი ვერ შეძლო ხორცით დაუძლურებულმა ჯულმა. ღმერთმა წარმოგზავნა თავისი ძე ცოდვილის სხეულის მსგავსებაში და მსჟავრი დადო ცოდვას ხორცში და განმარტება რა ვთქვათ, ვის ცოდვას? ჩემს ცოდვას. ვის ხორცში? ქრისტეს ხორცში. ანუ მდგომარეობა არის გაცვლილი. ქრისტემ გადაწყვიტა ჩემი ცოდვისთვის ის მომკვდარიყო და თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოეცა. მეორე კორინთელების 5:21. ის ვინც არ იცოდა ცოდვა, ჩემთვის გახდა ცოდვა, რათა მე მასში გამختارიყავი ღვთის სამართლიანობა. ეს როცა ვირწმუნე და როცა დავიჯერე, მოხდა ჩემი დახსნა. მოხდა ჩემი გადარჩენა. მაგრამ წინა მსახურებაზე შევეხე ამას მოკლედ და დღეს ვეცდები ცოტა უფრო დეტალურად გითხრათ. პირველი თესალონიკელების მე-5 თავის 23 მუხლში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ დათქვენ წმინდა კოდ ღმერთმა სრულიად და მთლიანად. სული, სამშვინველი და სხეული. ანუ ღმერთს არ უთქვია, რომ სულის გადარჩენა არის ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში. ადამიანი უნდა გადარჩეს სრულიად და მთლიანად. ჩვენი რაღაც ნაწილი არ არის გადარჩენილი. სხვადასხვა უამრავი მოძღვრებაა დედამიწაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ და ამბობდნენ და სხვადასხვა როგორც ამბობენ კვლევარები, ნიკოლაელთა მოძღვრება ავრცელებდა მსგავს სწავლებას. ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება, სული და სხეული. სული უხილავია, არა მატერიალური, სხეული მიწიერი და ხილული. და ეს იყო ბერძნული ფილოსოფიის და ქრისტიანობის ნაზავი და ისინი ამბობდნენ, რომ სხეული, მატერია ბოროტებაა. სხვადასხვა გნოსტიციზმში ძალიან აქტუალურად განიხილება ასეთი დოქტრინა. ისინი ამბობენ, რომ მატერია, სხეული, მატერიალური სამყარო ბოროტით ქმნილება, ბოროტი ღმერთის შექმნილია. და გადარჩენა, მათი გაგებით გადარჩენა, იცით რა არის? გაქცევა მატერიალურისგან, უარის თქმა მატერიალურზე. და საერთოდ ნიკოლაელები როგორც ამბობენ, მე არ შემიძლია ამის დადასტურება 100%-იანი, მაგრამ მათ წამდათ ასე, თავარი სულია.
ჩვენ უნდა სულზე უნდა ვიფიქროთ, თუ გადავრჩი, ხორცს არ აქვს მნიშვნელობა. ხორცი რას აკეთებს და თუ ადამიანი იცი სურვილები, გულის თქმები, ეს ხორცის არის, ეს ხორცის ნაწილია. მოკვდება ხორცი და დამთავრდება მის საქმეები. აი, გადარჩენილი თუ ხარ, გადარჩენილი წავა ზეცაში, ხორცი დარჩება აქ. მაგრამ ეს არის ტყუილი მოძღვრება. ეს არ არის ქრისტიანობა. იმიტომ რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს და თქვენ წმინდა გყოთ ღმერთმა სრულიად და მთლიანად. სული, სამშვინველი და სხეული. მოდი გაიმეორე სიტყვა სხეული. ხშირად იცი ქრისტიანობაში რო უკვირდები, რომ სხეულს ისეთი გრძნობები აქვს, შეიძლება გული აგერიოს ხშირად. ღმერთო ჩემო, ეს რა სიბინძურია. მაგრამ მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი ამბობს, რომ სული, სამშვინველი და სხეულიც დაცული უნდა იყოს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის. ღმერთს უნდა რომ გადარჩენა, რომელიც მოხდა მადლით, გავრცელდეს სამშვინველზეც და მოიცვა სხეულიც, რომ ადამიანი სულით, მშვინვით და სხეულით იყოს გადარჩენილი და დახსნილი. და იცით, მადლით გადარჩენა არანაირად არ ეხება სამშვინველს. მე ერთი ალეგორია მინდა მოგიყვანოთ. ღმერთმა სამ დღეში გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან მადლით. დაუკვირდით. ებრაელმა ერმა დაიმსახურა გამოსვლა ეგვიპტიდან. წავიდნენ იომეს და მოუგეს ეგვიპტეს ბრძოლა და გამოვიდნენ. თუ რა გააკეთეს? რამე წავიდნენ და ფული გადაუხადეს ფარაონს, რომ წამოსულიყვნენ და ესე გამოვიდნენ? რაიმეთი, იოტის ოდენა მაინც მათი დამსახურება რამე იყო? არა იყო. იცით რა იყო? რწმენა. პასექის დღესასწაული, პირველი პასექი. როცა ადგნენ, როცა მოსემ უთხრა, რომ ეხლა ყველა ადექით, აიყვანეთ ბატკანი დაკალით, აიღეთ სისხლი, წაუსვით კარების წირთხლებზე სისხლი და ეს ბატკანიო, შემწვარი, ფეხზე მდგომებმა ჭამეთო. და სადაც ეს სისხლი იქნება ნიშანი, სიკვდილის ანგელოზი არ შევა იქო. ებრაელებმა ირწმუნეს და მარტო კი არ ირწმუნეს, გააკეთეს. ირწმუნეს, დაიჯერეს და გააკეთეს ისე როგორც უთხრა მოსემ. ეს იყო მათი დამსახურება. მადლით ახართ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით. ებრაელი ერი ეგვიპტეში სიკვდილის ანგელოზისგან გადარჩა მადლით რწმენის მეშვეობით. იმიტომ რომ მოსეს ნათქვამი დაიჯერეს, ადგნენ დაკლეს ბატკანი, აიღეს სისხლი წაუსხვის კარებზე. ანგელოზი, სიკვდილის ანგელოზი როცა ჩამოვიდა ეგვიპტეში, ესე არ დადიოდა. აბა ერთი შევამოწმოთ ამ ოჯახში როგორი ხალხი ცხოვრობს, რამდენი დიპლომი აქვს, როგორ იცავს ეტიკეტს. არა, ის უყურებდა სისხლს. სადაც იყო სისხლი, ის იქ არ შესულა. სისხლი იყო ნიშანი. მეგობრებო, ეს სიმბოლირება არის ჩვენი ცოდვები და ჩვენი უკეთურობანი დაფარულია იესო ქრისტეს სისხლით, დიდება უფალს. გასაგებია? ეს არის მე ვირწმუნე, იმიტომ კი არ გადავრჩი, ჩემი სულის გადარჩენა, იმიტომ კი არ მოხსნა, რომ ძალიან კარგი ვიყავი. ანდა ძალიან ბევრი გავაკეთე ამისთვის. არა. გადავრჩი მადლით და მადლი გააქტიურა რწმენამ, რომ ვირწმუნე, რომ ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად. ამან გააქტიურა მადლი. სამ დღეში გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტის მონობისგან ისრაელიერი. მადლით. ეს ღმერთის მადლი იყო. ღმერთმა იყო ყველაფერი თავის თავზე. ღმერთმა 7 სასწაული მოახდინა იცით. და დააჩოქა ფარაონი, ზესახელმწიფოს მმართველი. და იძულებული გახადა გაეშვა ებრაელიერი. მივიდა ებრაელიერი წითელ ზღვასთან. ეხლა ნახეთ. და უკან ფარაონია წინ ზღვა, სად გინდა წახვიდე? და ზღვა გაიყო. ებრაელმა ერმა გაყვა ზღვა. მაგარი ბიჭები იყვნენ და მიტო გაიყო ზღვა და მივიდნენ, ჩავიდნენ წყალში და მოდი გავყოთ ზღვა და გაყვეს ზღვა. ესე არ მომხდარა. ზღვა გაიყო მადლით. ღმერთის სიკეთე იყო. ფარაონის წინ ცეცხლის კედელი აღმართა ღმერთმა. და ზღვა გაყო, სანამ ებრაელიერი არ გავიდა მშრალზე, მეორე ნაპირზე. ფარაონს ცეცხლი ეწინააღმდეგებო, რომ ვერ დაწეოდა მათ.
და როგორც კი ბოლო კაცმა დატოვა ნაპირი, ცეცხლი გაქრა და ფარაონი შევიდა ზღვაში, დაიხურა ზღვა და მთელი ლაშქარი ჩაიხოცა შინ. და სხვათა შორის დღეს არქეოლოგებმა იპოვეს ეს არტეფაქტები წითელი ზღვის ფსკერზე. ეს ფაქტია, ეს მომხდარი ფაქტია. ეს იყო მადლი, ეს არ იყო ებრაელების დამსახურება, მაგრამ მეორე ნაპირიდან დაიწყო ძალიან რთული დრო. მეორე ნაპირზე დაიწყო ძალიან, იქ აღარ იყო მადლი. 6 მილიონი კაცი გამოვიდა ეგვიპტიდან და იმ თაობიდან, რამდენი შევიდა აღთქმულ მიწაზე? მხოლოდ 2. სხვები რატო არ შევიდნენ? იმიტომ რომ ვერ გარდაისახენ. გასაგებია? იმიტომ რომ ვერ შეიცვალენ. აღთქმული მიწა არ იყო განკუთვნილი მონების ბრბოსთვის. აღთქმულ მიწაზე მეფის შვილები უნდა შესულიყვნენ. აღთქმულ მიწაზე მონური აზროვნების ხალხი ვერ შევიდოდნენ. იქ თავისუფალი ერი უნდა შესულიყო დიდება უფალს. და იმდენად რამდენადაც ეს ხალხი 40 დღეში იყო, კი არა, კიდევ უფრო ადრე იყო შესაძლებელი იმ ტერიტორიის გავლა, რაც მათ აღთქმულ მიწას აშორებდა და 40 წელი იარესი იქ. რატო? ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მაგრამ ეგვიპტე ცხოვრობდა მათში. ეგვიპტიდან გამოვიდნენ და ეგვიპტე ცხოვრობდა მათ ჩვევებში. ეხლა ნახეთ, მადლით მოხდა ჩვენი სულის დახსნა. მაგრამ ერთ მუხლს წაგიკითხავთ. წინა მსახურებაზე წაგიკითხეთ, ეს არის რომაელების მე-12 თავის მეორე მუხლი. პირველი მეორე მუხლები. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო ღვთის წყალობით, რომ შესწირო თქვენი სხეული ცოცხალ წმინდა ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი გონივრული მსახურება იქნებაო. და მეორე მუხლი ამბობს, ნუ მიესადაგებით ამ წუთის სოფელს, არამედ განახლდით თქვენი გონებით სულში, შეიცვალეთო თქვენი გონების განახლებით სულში. დიდება უფალს. რათა შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი, სასურველყოფილი. კიდევ ერთი მუხლი, ეფესელების მე-4 თავი. 22, 23, 24 მუხლები. ეფესელების მე-4 თავის 22 მუხლში წერია, მიატოვეთ ძველი კაცის ცხოვრება. ეს მადლით არის? თქვენ როგორ ფიქრობთ? მას ღმერთი ეტყო და მე მივატოვებ თქვენს მაგივრად, ანდა მე მიგატოვებინებთ. ესე არ წერია? ჩვენ ხშირად ლოცულობ, შემცვალე ღმერთო, ღმერთი ამბობს, მე ვერ შეგცვლი, შენ უნდა შეიცვალო. თუ ასე ლოცულობ, შემცვალეო, არასწორად ლოცულობ. ამ ლოცვას პასუხი არ ექნება. ღმერთი შენს გარეშე არასდროს შენ ცხოვრებაში არაფერს არ გააკეთებს. შემცვალე ღმერთო, ღმერთი ამბობს, შეიცვალე და შეგცვლი. გადადგინა ბიჭი და დაგეხმარები, მაგრამ მე შენს გარეშე არ გავაკეთებ. ეფესელების მე-4 თავი, 22 მუხლი. რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცთური გულისთქმებით რომ იღწნება. აქ წერია მოწოდება არის. აღსრულებული ფაქტი კი არა, როგორც იმ ვერსიაში იყო. ზოგიერთ ვერსიაში შეცდომაა. იქ წერია მიტოვებული გაქვთო. არ გვაქვს ჩვენ მიტოვებული, ეს ყოველ დღე უნდა მოხდეს. აქ წერია, რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცთური გულისთქმებით რომ იღწნება. და 24 მუხლი. შეიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმინდეში. ანუ ორი მარტივი რაღაც, უნდა მიატოვო ძველი და შეიმოსო ახლით. მაგრამ მათ შორის დგას ერთი კარგი მუხლი, 23. იქ წერია. და განიახლოთ თქვენი გონება სულით, რომ მიატოვებ ძველს. ჯერ ერთი იქაც ღმერთის დახმარება გჭირდება, შენით ვერაფერს ვერ მიატოვებ. მუდამ უნდა გამოიყენო ღმერთის მადლი და სიკეთე რომ მიატოვო. იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვა, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ღმერთის გარეშე. პავლე მოციქული ამბობს, რაცა ვარ, ღმერთის მადლით ვარ, მაგრამ ღმერთმა ჩემს გარეშე კი არ გააკეთა ეს ყველაფერი. არა, ყველა მათგანზე მე შრომობდიო. არამედ ღმერთის მადლი, რომელიც ჩემშია. ანუ მეგობრებო, არასდროს არ წარმოიდგინოთ, რომ იცი თუ მადლით მოხდა ჩემი სულის ხსნა, აქ მადლი არ მჭირდება, აქაც მადლი მჭირდება. თუ გახსოვთ, წინა მსახურებაზე ვთქვი, ერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ამბობდა, სამი აზრი არსებობსო სამყაროში. პირველი, პროტესტანტები ასწავლიანო, რომ მადლით გადარჩება კაცი რწმენის მეშვეობით საქმეების გარეშე, ეს პროტესტანტული სწავლებაა.
კათოლიკები ასწავლიან საქმეებით გადარჩება კაციო, ეს კათოლიკური სწავლება. მართლმადიდებლები ვასწავლეთო სინერგიასო. სხვათა შორის გარეთ მანქანა მყავს და ჩემ მანქანას აწერია სინერგიის პრინციპი. რა არის სინერგია? ჩემ მანქანას აქვს ორი წყარო. შიდა წვის ძრავა ბენზინის და ელექტროძრავა. და სინერგიის პრინციპით მოქმედებს როგორ? ელექტროენერგია და შიდა წვის ძრავით გამომუშავებული ენერგია ერწყმის ერთმანეთს და მთლიან ძალას ქმნის. ცალ-ცალკე ეს მანქანა ვერ მუშაობს. მარტო ბენზინზე როცა მუშაობს, ძალიან ნელა დადის და ვერ დადის. ელექტროენერგია კიდე ძალიან ცოტაზე ყოფნის. აი შეიძლება 2 კილომეტრიც არ გაგატაროს. გასაგებია? მაგრამ ერთად ორივე, როცა ეს ორი რაღაცა ერთად მოქმედებს, მანქანა კარგად დადის. ამას ქვია სინერგია, როცა ორი რაღაცა ერთ მთლიანობაში მუშაობს და მოქმედებს. და მართლმადიდებლები ამბობენ, ჩვენ გვჯერა რომ ადამიანი გადარჩება სინერგიის პრინციპით, ანუ მადლით და საქმეებით, მაგრამ სულის გადარჩენის საქმეში არავითარი სინერგია, ღმერთს არაფერი ჩვენი საქმეები არ ჭირდება იმისთვის, რომ სული გადარჩეს. სულით გადარჩენის შემთხვევაში მადლითა ვართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს არ არის ჩვენგან და არა საქმეთაგან, რაც არავინ არ დაიქვეხნოს. მთლიანად ღმერთი იღებს თავის თავზე ამას. ჩვენ მარტო რწმენა გვჭირდება ამისთვის. დიდება უფალს. მაგრამ სინერგია იცით სად გვჭირდება? გონების განახლების შემთხვევაში. მშვინვა რო იყოს განახლებული, მშვინვა რო იყოს განწმენდილი. ებრაელ ერს ჰქონდა ორი უდიდესი პერიოდი. პირველი ეგვიპტიდან გამოსვლა მადლით. მეორე განწმენდა და განწმენდა გაგრძელდა 40 წელი და ბევრი მათგანი ვერც კი გაცდა ამ პერიოდს, იქვე დაიყარა მათი ძვლები. იმიტომ რომ ვერ გარდაისახნენ, იმიტომ რომ ძალა არ ეყოთ, იმიტომ რომ დამარცხდნენ. გასაგებია? ჩვენ ცხოვრებაში არის სულის გადარჩენა მადლით, ხსნა მადლით, მაგრამ ეხლა იწყება განწმენდა, ჩემი სამშვინველის ჩამოყალიბება, ახალი კაცის ხატად, დიდება უფალს. აქ წერია, გაიშორე ძველი კაცი, ისე ვერ შეიმოსავ ახალს. გამორიცხულია. ღმერთი ვერ გაუკეთებს მკვდარს მაკიაჟს. გასაგებია? ღმერთი არ გადაღებავს ძველ კაცს. ახალის სამოსელს არ ჩააცმევს. თუ ძველი არ განიშორა ჯერ, შემოსვა ვერ მოხდება ახლით. და როცა ძველს განიშორებს, თუ განახლება არ მოხდა, განახლება ქმნის ჩვენში ახალი კაცის ხატებას. გასაგებია? და განახლება ხდება გონების სულით. სული რა არის? სული სულიწმინდაა, დიდება უფალს. და წმინდა წერილი ეს არის სულისთვის საშენი მასალა, ახალი კაცის ასაშენებლად ჩვენში. გასაგებია? ეს არის პროცესი, ეს არის ძალიან მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესი. ანუ პირველი, სული გადარჩება მადლით, მაგრამ გონება, ემოციები და ნება საჭე ჩემი. სხვათა შორის, აი ევამ დაინახა, ხაშურში დაწვლაპარაკობდნენ. დაინახა, რომ ლამაზი იყო ის ხე, თვალწარმტაცი იყო. ადამიანის სხეულს აქვს რამდენიმე გრძნობა. დაინახა, ხედვა. სუნი, და უკვე ნერწყვი აღიძრა პირში. ალბათ ეს ძალიან გემრიელად გამოიყურება. ის იძლეოდა რაღაცას, ეუნეოდნენ რომ თუ ამას შეჭამ, თვალი აგეხილება, ღმერთისნაირი გახდები. თუმცა იცოდა რომ ღმერთმა უთხრა არ ჭამოესო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იმდენად დიდი იყო ხორცის ზეწოლა, ხორციელი გრძნობების ზეწოლა სამშვინველზე, რომ ვერ გაუძლო სამშვინველმა და ნება გადაიხარა. და დღეს ვილაპარაკე ხაშურში ერთი კარგი სიტყვა, ნებისყოფა. რა არის ნებისყოფა? ნებისყოფა აგური არ არის თავში დაგეცეს. მეგობრებო, რომ ნებისყოფა უნდა გამოვიმუშაო. ნებისყოფა ვარჯიშით მოდის ჩვენში. იცი, ეს არის ძალა წინააღმდეგობა გაუწიო ცდუნებებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ცდუნებებს კი არ წამოეგო, პირველივე ცდუნებაზე კი არ ჩავარდე და პირველივე ორმოში კი არ ამოყო თავი. წინააღმდეგობა გაუწიო გრძნობებს. სხვათა შორის მეოთხე მაკაბელთა წიგნი, ვისაც გაქვთ წაკითხული, ის ბიბლიის ნაწილი არ არის, ძველ ბიბლიებშია მხოლოდ, არაკანონიკური წიგნია. იქ წერია ღვთისმოსავი გონება ვნებათა, ანუ გრძნობათა გამგებელიაო.
ღვთისმოსავი გონებით ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება. არიან ადამიანები, რომლებიც იცი ამ ნებისყოფის ძალით ძალიან ბევრ რაღაცაზე იმარჯვებენ. ზუსტად ეს არის სამშვინველის განწმენდა. სამშვინველში იცი ჩვენი საჭე ისე მყარად უნდა გვეპყრას ხელში, რომ ვერავით არ მაცდუნება, ვერავით არ ეშმაკის ხრიკებმა და სხვათა შორის ჩვენთვის კარგი მაგალითია ამ შემთხვევაში იობი. როცა სატანა წარდგა ღვთის წინაშე იობზე ბრალდებით, ამბობს რომ ტყუილად არის ეგეთი? როცა ღმერთი ამბობს რომ ხომ არავინ არის მისი მსგავსი, ალალი, წრფელი, ბოროტებას განრიდებული, ტყუილად არის მე ეგეთი? შენ არ ყავს განადაცული? შენ არ გაქვს შენი ხელი მასე აბა ერთი შეეხე მას, მე ნახე რა იქნება. და როცა ღმერთი ეუბნება, კარგი, მიდი შეეხე, ერთი ვნახოთ, აბა რა სიზაო. და ეხება, იცით რომ ეხება ბოროტი მის ქონებას. ერთ დღეს ნადგურდება მთელი მისი ქონება. არ დაგმო ღმერთი იობმა მაინც, ნებისყოფა ქონდა, ძლიერი კაცი იყო. სულში ძლიერი. არ დაგმო ღმერთი მაინც. შემდეგ ეხება სატანა მის შვილებს, 9 შვილი უკვდება ერთ დღეს. არ დაგმო ღმერთი მაინც იობმა, მისი ნებისყოფა. ბოლოს დავადდა. ისეთი სუნი ასდიოდა, ცოლიც კი ვერ ეკარებოდა, ზეზეულად იხწნებოდა კაცი. კრამიტით იფხეკდაო ჩირკს სხეულიდან, ასე წერია. და ღმერთი ახსენა და ცოლი ეუბნება, ხო არ გაგიჟდი შენ? კიდე ღმერთს ებღაუჭები? კვდები და კიდე ღმერთს ებღაუჭები. დაგმე ღმერთი და მოკვდები და შენს დაისვენებ და მეცო. და იობი რას ეუბნება? ისიც კი არ უთხრა რომ უგუნური ხარო. უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობო, ასე უთხრა. უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ, როცა ღვთისგან სიკეთეს ვიღებთ, გვიხარია, განა ბოროტება არ უნდა დავითბინოთ მისთვისო. იობი ეუბნება და მე ეუბნება, როცა ჩემი სხეული დაიშლება, ჩემს სხეულშივე ვიხილავ ღმერთსო. მისი ნებისყოფა იყო იცი როგორ ქვაკლდესავით. მეგობრებო, სულის გადარჩენაზე უამრავი ქრისტიანი ჩერდება სულის გადარჩენაზე და გონება რჩება განუახლებელი, ძველი. რა ნებისყოფაზეა ლაპარაკი? ნებისყოფა არა ის. შენ გონების განახლება და განწმენდა გინდა. ნებისყოფის გამომუშავება გინდა, რომ პირველივე ორმოში არ უნდა ჩავარდე. მეგობრებო, ეს მადლით ვერ მოხდება. მადლით თავში ვერ დაგეცემ. პავლე მოციქულია, მე მადლით ვარ, რაც ვარ და ღმერთის მადლმა გააკეთეს. არა, ყველა მათგანზე მე შრომობდი ღმერთის მადლის შესაბამისად. გასაგებია? ამიტომ არის საჭირო, ჩემო მეგობრებო, არა მარტო სულის дахსნა, საჭიროა ჩემი გონების, ინტელექტის, ემოციების, გრძნობების განახლება ღვთის სიტყვის საფუძველზე. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ, ეს ისეთი რეალობა, ჩვენ ყველას გვაქვს აზროვნების ცენტრი. აქედან ვაზროვნებთ ჩვენ. სხვათა შორის, ამით ვადგენთ ჩვენს ფასეულობებს. აი რაღაცა რომ მოგწონს. აი ეს კარგი გოგო არ, როცა რატო ვამბობთ რომ ეს არის კარგი გოგო? რაღაციდან გამომდინარე ვამბობთ ამას. სხვათა შორის, ვისაც გაქვთ ბრუშკო წაკითხული, ხო? მოტილონების ტომში რო ჩავიდა ამაზონის ჯუნგლებში ერთი მისიონერი, 2 წელი დამჭირდა რომ ენა მესწავლაო. და როცა ვისწავლე იმდენად ენა რომ რაღაცეების გაგებინება დავიწყე მათთვისო სახარების ისტორიების მოყოლაო. რომ მათ კითხვა არ იცოდნენ და უყვებოდა ისტორიებს. და როცა მივედი იუდაზეო, ოვაციებით შეხვდა ეს ხალხიო. იუდა გახდა მათი გმირიო. მათთვის ყველაზე მეტად აი გმირობა თვლიდნენ, რაც უფრო მეტად მოატყუებდი ვიღაცას, რაც უფრო მოხერხებულად გააცურებდი, რაც უფრო უღალატებდი. ეს იყო კაცობა და ვაჟკაცობა. ხოლო ქრისტეო მათთვის იყო სუსტიო. აპატია, რას ქვია აპატია? ესეთი რაღაცა. სხვადასხვა სიტყვით არაბულ კულტურაში ტყუილი ჩვენთან ხო ძალიან ცუდია. არაბულ კულტურაში ტყუილი სულაც არ არის ცუდი. თუ ტყუილ შენთვის მოგება მოაქვს, რატომაც არა? ძალიან კარგია, პირიქით. ძალიან ნორმალურია. ხედავთ, ადამიანის ჩვენი აზროვნების ცენტრი განსაზღვრავს ჩვენ ფასეულობებს. ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, რომ ადამით ნუკი განსჯი რაღაცეებს. უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს შენშიო. უხვად. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეთაგან დღითა და ღამით ფიქრობდე მასე, რომ ყოველივე ისი აღასრულო როგორც არის დაწერილიო. ქრისტემ რა თქვა? თუ მე გიყვარ ვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთო. ის კი არ უთქვია, რაღაცა მე გიყვარ ვართ საკმარისია, ყველაფერი კარგად არის. არა, მან თქვა,
სიყვარული არ არის ფანტაზია, სიყვარული მოქმედება, ზმნა. თუ მე გიყვარვარ, ჩემს ცნებას დაიცავ და თუ ჩემს ცნებას დაიცავ, მამა უფრო შეგიყვარებს და მარტო მამა არა, მე შევიყვარებო და მე თვითონ გამოვეცხადები მას. დიდება უფალს. ანუ ჩემო მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. წმინდა წერილი ამბობს, მადლით გადარჩენა ეხება ჩვენ სულს, მაგრამ გონების განახლება ჩვენი სამშვინველის განწმენდა და სამშვინველის ხსნა ეს ურთულესი პროცესია. აი, აქ არის საჭირო, როგორც იაკობის წერილში წერია. რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. მე ჩემს გონებაში, ჩემს აზროვნებაში, ჩემს ფიქრებში, ჩემს ემოციებში უნდა ვაზროვნებდე არა ადამიანის თანახმად, რომელიც დაცემული და გაფუჭებული ძველი კაცია, არამედ ახალი კაცის თანახმად. ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული, რომ მიატოვეთ ძველი კაცის ცხოვრება, გაფუჭებული მაცდური გულისხმებით, განახდით თქვენი გონებით სულში და შეიმოსეთ ახალ კაცად. დიდება ღმერთს. და მესამე, ეს ხდება საბაბი სხეულის გამოსყიდვის. სხვათა შორის სხეული, ამის გარეშე სხეული ვერაფრით ვერ გამოისყიდება. წმინდა მოციქული პავლე ამ წყობას შემთხვევით არ წერს სული, სამშვინველი, სხეული. რატო არ არის პირიქით სული, სხეული, სამშვინველი? რატო არ წერია ასე? იმიტომ რომ სამშვინველის განახლების გარეშე სხეული მუდამ ცოდვის ტყვე იქნება. მითუ ამბობს პავლე მოციქული, უძღვენი თქვენი სხეულებიო, ცოცხალ მსხვერპლად და თქვენი ასუების სიმართლის იარაღად. ეს მე წინამსახურებაზე ვთქვი, შეიძლება ცოდვის იარაღი იყოს და სხვის საცემრად იყოს გამოყენებული. ეს შეიძლება საკადაგებლად იყოს გამოყენებული და შეიძლება საგინებლად. გასაგებია? თუ ჩემი გონება განახლებულია ღმერთის სიტყვის თანახმად, მაშინ ჩემი სხეული უკვე ღმერთის იარაღი ხდება. ამ სხეულით უკვე ეს უკვე ქრისტეს სხეული ხდება. წმინდა წერილი ამბობს, იოანეს წერილი არის, საყვარელო გამოსცადეთ ყველა სულიო, ნუენდობით ყველა სულს. იმიტომ რომ ყველა სული როდია ღმერთისგანო. სული, რომელიც აღიარებსო ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისგან არისო. ხოლო სული, რომელიც არ აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისგან არ არისო. მოდი ახლა ვთქვათ, რომელი რელიგია იცით დედამიწაზე, ისა რომელიც არ აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს. თვით ათეისტებიც კი ვეღარ გამორიცხავენ მაგას. ყველა ამბობს, რომ ის იყო მოსული ხორციელად. მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. იცი, სული წმინდა ამბობს, რომ ჩემი სხეული, ჩემი არ არის, ეს მისი სხეულია. ეს სხეული ჭურჭელია იმის გამოსავლენად. პავლე მოციქული ამბობს, რათა ამ მოკვდავ სხეულში გამოჩნდეს ღმერთის დიდებაო, დიდება უფალს. ჩვენ ეს საუნჯე გვაქვს თიხის ჭურჭელებშიო, პავლე მოციქული ამბობს. გასაგებია? მეგობრებო, ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ. რომელთა წერილში წერია, რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს. მოდი წავიკითხოთ. რომელების მერვე თავის მე-19 მუხლი. დიახ, ვინაიდან ქმნილება მოუთმენლად მოელოდის ღვთისშვილთა გამოჩენას, რადგან ქმნილება თავისინებით კი არ დამორჩილებია ამაოებას, არამედ მისი დამორჩილების მიერ, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთისშვილთა დიდების თავისუფლებისათვის, ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესით და იტანჯება აქამდე და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც კვნესით ჩვენს თავში მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას. რას ნიშნავს სხეულების გამოსყიდვა? როცა ჩემი სხეული ცოდვის პლაცდარმი და იარაღი კი აღარ იქნება, არამედ ღმერთის თანდასწრების ადგილი. ჩემი სხეული ცოდვის გამოსავლენის საშუალება კი არ იქნება, სადაც ქრისტე გამოავლენს თავის თავს, სადაც ქრისტე თავისი დიდებით გამოჩნდება. დიდება უფალს. ასე სულით, შვინვით და სხეულით ვიქნებით ღვთისმსახურებაში. და ეს არის ის გზა, ჩემო მეგობრებო, რომელსაც ქვია დასრულებულად მთლიანად გადარჩენა. ისი გადარჩენა, დაბადება არ არის ყველაფერი. არა. შეიძლება დაიბადოს ადამიანი, მაგრამ ვერ გაიზარდოს, ვერ ჩამოყალიბდეს. ამიტომ ხსნა და გადარჩენა სულის ხსნით არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო. სულის ხსნა ეს კი უნიშნელოვანი ნაწილია. თუ სულის ხსნა არ მოხდა, სხვა ვერაფერი ვერ მოხდება. თუ დაბადება არ მოხდა, როგორ გაიზრდება ადამიანი? ჯერ უნდა დაიბადოს, რომ მერე გაიზარდოს.
ამიტომ სულის ხსნის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სულის ხსნა და ადამიანი გადარჩება მადლით, რწმენის მეშვეობით, არასაქმეთაგან. ეს არის სულის ხსნა, ეს არის ზეციდან შობა. მაგრამ ზეციდან შობის მერე იწყება ურთულესი პროცესი. ეს არის მშვინვის გადარჩენა, განწმენდა, გონების განახლება, რომელსაც მოყვება შედეგად სხეულის გამოსყიდვა. დიდება უფალს. ეხლა რატო ვლაპარაკობთ ამას ზიარების დღეს? მე ძალიან მინდა ერთი რამე გაიგოთ. ზიარება არ არის რიტუალი, მეგობრებო. და მინდა ამაზე ყურადღებით ვიყოთ ძალიან. არის უამრავი ადამიანი, ვისაც ჯერ ამ პურს რო შეჭამს და ამ სასმისიდან რო დალევს, ეს რაღაცა მაგიურს ახდენს ჩვენში. ვეზიარე რაღაცას. კი, რაღაცას ვეზიარეთ. ზოგჯერა რომ როცა ამ პურს ჭამს, ის ქრისტეს ჭამს. და როცა ამ სასმის სვავს, ის ქრისტეს სისხლს სვავს. მაგრამ ჩვენ კანიბალები არ ვართ. და კიდეც რო ასე იყოს, თქვათ, მართლა რო იყოს ეს შესაძლებელი, რომ ამ პურს როცა ვაკურთხებთ, ის ქრისტეს სხეულად გარდაიქმნას, მერე რა ამი, ჩვენ გამოდის რომ ქრისტეს ვღეჭავთ კბილებით და ჩვენს კუჭში ხვდება? და რას გვაძლევს ეს ჩვენ? წმინდა მოციქული ამბობს პირდაპირ რომ მუცელი საჭმლისათვის და საჭმელი მუცლისათვის, ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. ადამიანს არ ბილწავს პირში შემავალი, ქრისტემ თქვა. და თუ არ ბილწავს პირში შემავალი, შესაბამისად არც აკურთხებს. მეთანხმებით? ადამიან, აბა რა არის ეს? რატომ აიღო ქრისტემ პური სერობის შემდეგ, ფეხბანვის დროს, ფეხბანვის შემდეგ? რატო აკურთხა? რატო გატეხა და თქვა, მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. მოდი ახლა გავჩერდეთ. მან თქვა, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ვისაც გონება აქვს, შეგვიძლია პატარა ანალიზი მოვახდინოთ. ანუ განვიხილოთ თითეული სიტყვა და მივალთ დასკვნამდე. ცხადი გახდება რაზე ლაპარაკობს ღმერთი. რისი თქმა უნდა ღმერთ ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალები, ბრმად მივიღოთ, რომ ქრისტემ თქვა, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული, ესე იგი თავის სხეულზე ლაპარაკობდა. ანუ როცა ამ პურს ვაკურთხებთ, ის გარდაიქმნება ქრისტეს სხეულად და ჩვენ ვჭამთ. და ეს ჩვენ გვაკურთხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პირში შემავალი არ აკურთხებს ადამიანს. გამორიცხულია, რომ საჭმელმა გაკურთხოს, არ არსებობს წმინდა საჭმელი. აბა რატო შემოიღო ეს ქრისტე? მოდი ახლა ვთქვათ. პირველი კითხვა გამიჩნდა რელიგიურ ეკლესიაში, ჩვენ იმ ეკლესიაში, სადაც ეს მსახურება ტარდებოდა ხოლმე, ბუკვალურად ესმოდათ. როცა პურს აკურთხებდნენ, ის ქრისტეს ხორცი ხდებოდა, როცა სასმის აკურთხებდნენ, ის ქრისტეს სისხლი ხდებოდა. და ერთხელ ერთ-ერთი მსახურების დროს ვკითხულობ. წერილს დაწერი, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. და ჩემში აინთო რაღაც დამტვრეული. გამოიკვლეთ ეს სიტყვა კარგად. კიდე უფრო შორს წახვალთ. იმ სიტყვას მე აღარ მახსოვს ბერძნული მისი გახმოვანება და ამაზე დროს არ დავკარგავ. მისი მნიშვნელობა არის დანაწევრებული, მრავალ ნაწილად დაგლეჯილი, დაყოფილი. ქრისტემ აიღო პური, გატეხა და თქვა, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დანაწევრებული, თქვენთვის დაგლეჯილი. და მოდი ახლა ვთქვათ, როდის დაგლიჯეს ქრისტეს სხეული? ნაწილებად როდის დაყვეს? ასეთი რამე გახსენდებათ? მომხდა რა ასეთი რამე? უარესი იმან ჯარისკაცმა მას წვივებიც კი არ გადაუმტრია. ჯვარზე, რათა აღსრულებული იყო წერილი, რომ ძვალი მისი არ შეიმუსრებაო. აბა რატო თქვა ქრისტემ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული? მეგობრებო, ახლა დაუკვირდით. იყო დრო, როცა ქრისტე ერთი კაცის სხეულში იყო და მას იესო ერქვა. გასაგებია? ერთი კაცის სხეულით იყო შემოფარგლული. და როცა ის იყო გალილეაში, არ იყო იერუსალიმში. როცა იყო იერუსალიმში, არ იყო გალილეაში. გასაგებია? მე როცა ვარ აქ, ახლა არ ვარ კომბინატში. იმიტომ რომ აქ ვარ. შეუძლებელია, როცა ერთი კაცის სხეულით ხარ შემოსაზღვრული, ერთდროულად იყო რამდენიმე ადგილზე. და იყო დრო, როცა ქრისტე ერთი სხეულით იყო შემოფარგლული, იესოს სხეულით. მაგრამ დღეს ქრისტემ თქვა, მეორე კორინთელების მე-6 თავი. დაუმკვიდრდები და ვივლი მათში. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი და მე ვიქნები მათი ღმერთი. დიდება უფალს. ანდა იგივე პირველი კორინთელების მესამე თავი, როცა წმინდა მოციქული პავლე, ნუ თუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცოცხლობს
თქვენში დიდება უფალს. ანდა იგივე წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ნუ თუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია ღმერთისაო, დიდება უფალს. სიტყვა ქრისტიანი რას გვეუბნება? ეს ჭიქა წყლიანია, ხოლო აი ეს ჭიქა ღვინიანი, ანუ ბადაგიანი. მე ქრისტიანი, ანუ ეს რას ნიშნავს? ქრისტე ცხოვრობს ჩემში. მაგრამ როგორ? თუ ქრისტე ადრე ერთ სხეულში ცხოვრობდა, დღეს ის ჩემში ცხოვრობს, ვერიკოში ცხოვრობს, დათოში ცხოვრობს, გიულიში ცხოვრობს, ჯენიში ცხოვრობს, მაიაში ცხოვრობს, ბევრ ჩვენთაგანში. ანუ ის ერთი ბევრ ნაწილად დაიყო, ის ერთი დარჩა, კი არ დაყოფილა, ერთია ისევ, უბრალოდ მრავალში არის. გასაგებია? ქრისტემ აიღო პური, ერთი პური, გატეხა, მიაწოდა და თქვა, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტრეული, ის არ ლაპარაკობს თავის ფიზიკურ სხეულზე, ის ლაპარაკობს თავის სულიერ სხეულზე. რა არის ქრისტეს სულიერი სხეული? ეკლესია, დიდება უფალს და ქრისტე ამით რას გვასწავლის? მეგობრებო, ზიარება, სულის განსაწმენდელი მოქმედება კი არ არის. ზიარება რწმენის აქტია. სინამდვილეში მე მწამს, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი ვარ. მე მწამს, რომ მისი სხეული ვარ, მე მწამს, რომ ის ცხოვრობს ჩემში, მე მწამს, რომ მისი თანდასწრებაა ჩემში. მეგობრებო, კიდე ერთი რამ უნდა ვირწმუნოთ. თუ გახსენდება ჩვენ სხეულში ორგანო, რომელიც მულტიფუნქციურია. ანდა საერთოდ რო არავით არის ფუნქცია. გახსენდებათ ასეთი ორგანო. აი თუ გახსენდებათ ორგანო, რომ გუშინ ცხვირი იყო, მეორე დღეს ყური იყო, მესამე დღეს ფეხი იყო, მეოთხე დღეს ხელი აღმოჩნდა. მერე თვალი, ასე არ ხდება. ჩვენ სხეულში ყველა ორგანოს აქვს თავისი ფუნქცია ღმერთისაგან მინიჭებული. მე ვარ ღმერთის სხეულის ნაწილი. ამენ. და როგორ? მე რა ფუნქციას ვასრულებ ქრისტეს სხეულში? ეს ძალიან დიდი საფიქრალია. რა ფუნქცია მომანდო ღმერთმა? თუ არსებობს ფიზიკური სხეული თავის ორგანოები, წმინდა მოციქული პავლე რომაელების მე-12 თავის მე-4 მუხლიდან ამბობს, რომ ჩვენ მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში და მადლით გვაქვს სხვადასხვა ნიჭი, ანუ ფუნქცია მოცემული ღმერთისგან. ერთი ამას აკეთებს, მეორე ამას. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ძალიან მოდური გახდა ნომინალური ქრისტიანობა. რა არის ეს? მოვალ ეკლესიაში და დავესწრები მსახურებას. ეს რა ფუნქცია არის? მე არ ვიცი. ჩემს სხეულში არ არის ასეთი ორგანო, რომელიც ხანდახან როცა მოუნდება, მოდის ხოლმე სხეულში. წარმოიდგინეთ ჩვენი ხელები რო ასე მოქმედებდნენ. დილას გაგეღვიძა და ხელები წასულან. მე უნდა ვირწმუნო, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი ვარ. და მე უნდა ვირწმუნო, რომ მარტო ნაწილი არ, მე მის სხეულში ფუნქცია მაქვს. და მე ამას ვასრულებ რწმენით. იცი როცა ამ პურს ვიღებთ, ვტეხთ, ვაკურთხებთ, ვამბობთ. ჩვენ ორ რაღაცას ვამბობთ ამ დროს. ღმერთო, მე მადლობას გიხდი შენთვის, როგორც სიცოცხლის პურისთვის. თუ გახსოვთ იოანეს სახარებაში ძებნას არ დავიწყებ, დროს დავკარგავთ. ქრისტემ მე-6 თავში ქრისტე ამბობს, მე ვარ პური სიცოცხლის. მანას მსგავსი კი არა, თქვენ მამამებმა რო ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ, მე ვარ პური სიცოცხლის. და მე როგორც ქრისტიანს მე ვამბობ, ღმერთო, შენ ხარ ჩემი სიცოცხლის პური. და მეორე, როცა ამ პურს ვტეხ და ვიღებ და ვაკურთხებ და ვიღებ და ვეზიარები, ამით მე გამოვხატავ ორ რაღაცას. მე მწამს, რომ მოზიარე ვარ სიცოცხლის პურთან, იესო ქრისტესთან. და ამ პურის ჭამით მე ამას ვადასტურებ ზეცაში და იქ მყოფი სულიერი ქმნილებების დასანახად. მიწაზე მყოფი ადამიანების დასანახად და ქვესკნელში მყოფი დემონების გასაგონად და დასანახად. მე ვადასტურებ, რწმენის აქტს ვაცხადებ. რუსულად არის პრავაზგლაშაიუ, ანუ მე ვაცხადებ ამას, რომ მე ამ პურის ჭამით ვადასტურებ, რომ მოზიარე ვარ სიცოცხლის პურთან, ქრისტესთან და მეორე, მოზიარე ვარ მის წმინდა ეკლესიასთან. მე იმ ეკლესიის შემადგენელი ნაწილი ვარ. გასაგებია? და ეს არის მეგობრებო რწმენის აქტი. როგორც ჩვენ ნათლობაზე ვლაპარაკობთ, რომ არ შეიძლება არაზეციდან შობილი ადამიანის მონათლა, ნათლობა წყალში დასველება არ არის, ნათლობა რწმენის აქტია.
ნათლობა არის უხილავი ზეციდან შობის ხილული დადასტურება ზუსტად იმ პრინციპით ზეცაში მყოფი ქმნილებების, მიწაზე მყოფი ადამიანების, ქვესკნელში მყოფი ქმნილებების დასანახად მე ვამბობ ნათლობით, რომ მე ახალი ქმნილება ვარ ქრისტე იესოში. ძველმა გამლო, ეხლა ყოველივე ახალია. ძველი დავმარხე და ავდექი ახალი. დავიმარხე მასთან სიკვდილში ნათლობით, რათა როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე, მეც ვიარო სიცოცხლის განახლებით. და ამიტომ გვჯერა, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ვინც მოინათლება და მე რაღაცას არა, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ნათლობა არ ირწმენის აქტი. ამენ. ზიარებაც ასევე რწმენის აქტია. ზიარება რწმენის გარეშე არაფერი სადილია და მეტი არაფერი. და პავლე მოციქული ამბობს ამას, ფრთხილად იყავითო. ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ ამჩნევს რა ქრისტეს სხეულს. თუ ქრისტეს სხეული ვერ დაინახე, თუ ქრისტეს სხეულში შენი თავი ვერ დაინახე, მაშინ ამის ჭამა შენთვის საშიშია. თორე თავის ეს რას ნიშნავს? იცით, რა ცოდვაც ანანიამ და საფირამ ჩაიდინა. რა გააკეთა ანანიამ და საფირამ? გაყიდეს ქონება, ქონდათ ვალდებულება, სულ ვერ დადებდნენ ეკლესიაში, ქონდათ ვალდებულება, მაგრამ უნდათ დიდი პატივის მოპოვება. ამიტომ თქვეს, მოდი ვთქვათ, რომ ამდენად გავყიდეთ, ვინ რას გაიგებს. ის დაავიწყდათ, რომ ღმერთი ყველაზე ღრმას და დაფარულს ხედავს. გაყიდეს, შეთანხმდნენ, ნაწილი გადაიხადეს, მოვიდნენ, მოიტანეს ეკლესიაში და თქვეს, ამდენად გავყიდეთ სახლიო. თანამედროვე ეკლესიაში რო ეს მომხდარიყო, ეს ხალხი იქნებოდნენ განდიდებულები, მაგრამ პეტრეს გული აღავსოს სულიწმინდა, წამოდგა პეტრე და თქვა, რატომ ჩაგიდოთ ეს საქმე გულში სატანამ? რატომ იფიქრეთ, რომ ღმერთი ვერ ხედავს? ამდენად გაყიდეთ, ამდენად, მაშინ მოკვდები ადგილზე, უნდა მოკვდა ადგილზე. მოვიდა ცოლი. ამდენად გაყიდეთ, ამდენად გავყიდეთ. შენი ქმრის დამკრძალავების ფეხები ისევ კარებშიაო. ახლა შენ გაგიტანენო და ახლა ცოლიც გაიტანეს. და ყველა შიშმა მოიცვა. ესე იგი ღმერთი პასუხობს თავის სიტყვას. ესე იგი ღმერთი ახლოს არის, ესე იგი ღმერთი ბანაკშია. მეც ხო შეიძლება დამემართოს. არა და ნახეთ, თუ სინამდვილეში არ მაქვს მოზიარეობა ქრისტესთან, როგორც სიცოცხლის პურთან. თუ სინამდვილეში არავით არის მოზიარეობა არ მაქვს ეკლესიასთან, როგორც მის სხეულთან, მე ჩემ თავს ვერ ვხედავ იქ და საერთოდ ეს ხალხის შეკრება მგონია ბრბო. მაშინ ამ პურის ჭამით რომ მე ვიტყუები ვერ ხვდებით? მე იგივე დანაშაულს ჩავდივარ, რაც ჩაიდინა ანანიამ და საფირამ. როცა აიღო მან სასმისი, თქვა, ეს არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლშიო. ნახეთ, მეორე პეტრეს პირველი თავის მეოთხე მუხლი. მისაგან ჩვენ მოგვენიჭა უაღრესად დიადი აღთქმანი, რომელთა მეშვეობით ღვთის ბუნების ზიარი ხვდებით და გავერიდებით ქვეყნიერების გახსნილობას. ქრისტეს სისხლში ჩვენ გვაქვს რამდენიმე უდიდესი აღთქმა. პირველი, საუკუნო სიცოცხლის აღთქმა, ქრისტეს სისხლში გვაქვს. ქრისტეს სისხლით იქნა დაბეჭდილი საუკუნო სიცოცხლის აღთქმა, რომ ის მოკვდა ჩემს ნაცვლად, მე ვცხოვრობ მასში, რომ მან ჩემი ცოდვა აიღო თავის თავზე, მე მისი სიმართლე მივიღე და ეს მაქვს მე ქრისტეს სისხლით, დიდება უფალს. მეორე, ქრისტეს სისხლითვე მე მომეცა დიადი აღთქმები, რომელი აღთქმების დამკვიდრებითაც მე ღვთის ბუნების ზიარი ხვდები. ის რაც ადამმა დაკარგა ედემის ბაღში მე ვიღებ ქრისტეს სისხლის მეშვეობით, დიდება უფალს. ამიტომ ქრისტემ თქვა, რომ ესო ახალი აღთქმა არის ჩემს სისხლშიო. ესეც რწმენის აქტია. როცა ამ სასმის ვიღებთ და ვაკურთხებთ, ჩვენ ვამბობთ ღმერთო, მადლობა შენი აღთქმებისთვის. მე მოზიარე ვარ შენი აღთქმების. მე შემოვდივარ შენ აღთქმებში. მე ვეცდები, რა თქმა უნდა შენი მადლით, შენი მადლის გარეშე მე არაფერი შემიძლია, რომ ყველა აღთქმა იყოს შესრულება. ჩემო მეგობრებო, ადამიანები ამ თემის მოსმენის მერე ხშირად თავს იკავებენ ზიარებისგან. ქრისტემ პეტრემ უთხრა, თუ ეგრე არის თავის დამბანე და ფეხებიცო. გახსოვთ? ჯერ უთხრა არ დამბანო. ქრისტემ უთხრა, თუ არ დაგმან, წილი არ გექნება ჩემშიო. ამას ჩვენ მიტო კი არ ვაკეთებთ, რომ ეს უბრალო სიმბოლოა. არა, ეს არ არის სიმბოლო. ქრისტემ გააკეთა და ჩვენც ვაკეთებთ, არა. ეს არის რწმენის აქტი. ეს არის სულიერის და ფიზიკურის, ანუ ხილულის შერწყმა, გადაკვეთა. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ უბრალოდ ქრისტემ ასე გააკეთა, ჩვენ ვაკეთებთ ამას იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ.
ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე არის ჩვენთვის სიცოცხლის პური. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს სისხლში ჩვენ გვაქვს ახალი აღთქმა. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს სისხლში ჩვენ გვაქვს დიადი აღთქმები. დიდება უფალს. მაგრამ თუ დღეს გული მეთანაღრება, თუ დღეს მიმაჩნია, რომ აი რაღაცაში ისე ვერ არის. პავლე მოციქული ამბობს, თუ თვითონვე გავასამართლებდით ჩვენს თავს, არ ვიქნებოდით მსჯავრდებულიო. ეხლა ამ ლოცვაში შეგიძლია წამოდგეთ, შეგვიძლია ვილოცოთ და შეგვიძლია თუ რაღაცაზე სინდისი გასამართლებს და გული გასამართლებს, აქვე მიიღო გადაწყვეტილება, აქვე განაახლო შენი აღთქმები ღმერთთან, აქვე უთხრა ღმერთს, რომ ღმერთო, მე შევიცვლი ჩემ აზრს, ღმერთო, მე შევიცვლი ჩემ პოზიციას, ღმერთო, შევიცვლი ჩემს მიდგომებს, შევიცვლი ჩემს დამოკიდებულებას.